საქართველოში ვიზიტად მყოფი ევთოს გენერალური მდივანი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ფერიდონ სინირლიოღლუსთან პირველი შეხვედრაზე ცალკე პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმყოფებოდა. ოპოზიციის ნაწილის საერთო ფორმატში კი ევთოს გენდივანთან შეხვედრა კოალიცია ძლიერი საქართველოდან ბადრი ჯაფარიძემ და სალმე სამადაშვილმა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან კი თინა ბოკუჩევამ და გიგი წერეთელმა გამართეს. ევთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვა კოალიციამ ცვლილებისთვის. აუდიენციის დასრულების შემდეგ რონდელის ფონდი უკომენტარო დატოვა თავად ევთოს გენდივანმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით კი შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებისა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შეხვედრაზე კვლავ გააჟღერეს პოზიცია, რომ მსგავსი ვიზიტები ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს აღნიშნული საკითხი ლეგიტიმაციის მისაღებად გამოიყენოს. ჩვენ კვლავ რჩებით ბუნებრივია იმ აზრზე, რაც გაუზიარეთ მათ შორის ევთოს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებული იქნა სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს წუხილი, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ შორის ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების მოთხოვნა და ქართველი ხალხის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია დღეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. იყო საუბარი ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა, საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან და უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ არიან დღეს საპატიმროში. საუბარი იყო იმაზე, რომ ევთო ოდირის არც ერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა ოფიციალურად გამოქვეყნებული და გაგზავნილი დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი, არც ერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული და უფრო მეტიც მიღებული იქნა კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევთო ოდირის დასკვნებს. რაც ხდება საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით, ბუნებრივია მხედველობაში მაქვს არა მარტო არჩევნების შედეგები, არამედ ადამიანები, ვინც აგერ 50-ზე მეტი ადამიანი არის დაპატიმრებული პოლიტიკური მოტივით და ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება აქსელერაცია და გაძლიერება რეპრესიების. ბუნებრივია ეს არ არის არანაირად თავხტენილი ევთოს პრინციპებთან და საქართველოს ვალდებულებებთან. ამიტომ, თუმცა გენერალური მდივანი ჩამოდის, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი და იმაზე თუ რა ვალდებულებები აქვს საქართველოს, რა სრულდება და როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რაღაცნაირად გადაწყვეტა.